სტუდიაში თავბარს განვაგრძობ ბორის ჩელე ყურუასთან. მადლობა ჩელე ჩვენთან სტუმრობისთვის. ჩელე ცოტნესთან, ნიკა ობოლაძესთან და კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად ახალი პოლიტიკური ჯგუფის შემქმნელ დამაარსებელი ამ ეტაპზე ამას პოლიტიკური პარტიის სახე არ აქვს, მაგრამ ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რაღაცები არ მოგწონთ იქ სადაც იყავით და მიგაჩნიათ რომ რაღაც ალტერნატიული გზები არის საპოვნელი იმისთვის რომ ის დიდი სტრატეგიული მიზანი რასაც ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების მიღწევა ქვია ასე ვთქვათ შედგეს. თუმცა სანამ ოპოზიციურ ფლანგის სტრატეგიებზე ვილაპარაკებთ, მინდა შევაფასოთ ის რაც ახლა ყველანი უყურებდით და რაც ხდება თავად სახელმწიფო ვერტიკალში. ერთობ უცნაური სიტუაცია არის არც იმალება, თავადაც არ მალავენ, ფაქტობრივად მთელი წინასაარჩევნო კამპანია კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით გამოუვიდათ თვით ლუსტრირება კორუმპირებული ქართული ოცნების სისტემის საჩვენებლად. Რა თქმა უნდა, ამას ახლა გასაყიდად იტყვიან, რომ ბიძინა არის ყველაზე სუფთა და იმის ქვემოთ ესენი იპარავდნენ, ამიტომ ახლა ესენი ისჯებიან. მაგრამ არ ამგონია, რომ ეს ვინმე დაიჯეროს თავად ქართულ ოცნებაში. რატომ აკეთებენ ამას? რატომ აკეთებენ იმაზე კიდევ უფრო მეტად მაინტერესებს, როგორ დაზიანდებიან ისინი ამ პროცესში და როგორ უნდა გამოიყენოს ეს თავისთავად ქართულმა ოპოზიციამ. მოგესალმებით. ნამდვილად საინტერესო პროცესის მომსწრევად, ზოგადად სიტუაციაა საინტერესო, იბადება ისეთი უცნაური შეკითხვები, რომლებიც გაგაცინებს და სიცილს ამორჩები მიხვდები, რომ მართლა რეალურად პრობლემა ახლა ვიცით ქართული ოცნების ერთი პრემიერი რომ არ დაიჭირონ, იმიტომ გაქცეულია ქვეყნიდან, მეორეს დაჭერას უპირებენ მამამისსაც, ბიძამისსაც, ყოფილი თავდაცვის მინისტრის გარემოცვას აკავებენ, მისი მოადგილე დააკავეს, მისი ნათესავი დააკავეს და ეკითხებიან ყოფილ მათ მინისტრზე რაღაცებს, მიქაუტაძე ციხეში ყავთ, ვიცით რიჟვაძესთან რა პრეტენზიები ქონდა, ჭორის და გარკვეული ფაქტების დონეზე ვიცით რა პრეტენზიები ქონდათ კალაძესთან და კიდევ უამრავ ადამიანთან ერთად და საბოლოო ჯამში ხედავთ დიდ სურათს, როცა ისინი თავადაც ამბობენ, რომ ვიღაცები ფულს იპარავდნენ, მაგალითად სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში პროექტების უფროს დაიჭირეს ეხა, იმიტომ რომ ფულს იპარავდაო და თან შეკითხვა ეს როდის იპარავდნენ ამ ფულს? მაშინ ხო არა, როცა ქართული ოცნების წევრები გამოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგადაა და ჩვენი მთავარი მიღწევა ეს არის, რომ მშვიდობა გვაქვს და ვითარდებით და მდიდრდებით და კარგავთ და შემოხედეთ რა მაგარი მთავრობა ანუ მაშინ იპარავდნენ ფულს, ან 5 წლის მერე გავიგეთ, 7 წლის მერე გავიგეთ, რამდენი ფული მოიპარეს, ანუ დღეს რო ვიღაცები რაღაცას იპარავენ, 7 წლის მერე მიადგებიან ფულს მოთხოვენ და ვინც წილს არ მოიტანს და ცუდად მოიქცევა, ან რაღაცა ნაწილი, უფრო დიდი ნაწილი დახარჯული ექნება, მაგას მერე გაგვაგებინებენ რო იპარავდა. ამაზე რატო არ ფიქრობს არავინ და მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველს ჩვენ რატო არ ვაფიქრებთ ამაზე? ამ შეკითხვებით twins რატო არ ვუბურღავთ ყოველთვის, რატო არ ვეკითხებთ, აი გვიპასუხეთ რა ხა deep state-მა ერთი პრემიერ-მინისტრი თუ დაგანიშნინა, deep state-მა კანონი თუ მიგაღებინა, deep state-ი თუ განცხადებებს გაკეთებინებდა გაეროში, მე რანაირად ვარ deep state-ის ახლა მე არაფერი არ გამიკეთებია deep state-ის დავალები და შენ მინიმუმ 3 რაღაცა ვიცი რომ ზუსტად გაკეთებ. ხო, თვითაღიარებე, თვითონ რომ ამბობენ რომ პრემიერის დანიშვნაზე მაგარი დავალება რა უნდა შეასრულოს აგენტმა, რომ deep state-მა მეტი რა უნდა გითხრას რომ აი ქვეყანაში პირველი პირი არის და ეს კაცი დამინიშე და ეს გაუკეთეს, ანუ deep state-ის აგენტები თუ სადმე რამე ასეთ არსებობს, თავად ხო აღიარებენ რომ ისინი არიან და მე გვაბრალებენ ჩვენ უბრალოდ თავარი რაც უნდა მართალი იყო, რაც უნდა სწორი იყო, რაც უნდა რაღაც კარგი კაცი იყო, ეს უნდა აჩვენო ამორჩეველს, გინდა თუ არ გინდა პოლიტიკური თამაში ამ შემთხვევაში გვიგებენ რაოდენობაში და გვიგებენ იმაში, რომ ჩვენ შეტევაზე არა ვართ. უამრავი რაღაცა გვაქვს შესატევი, რაზეც ახლა შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი და შემდეგ პარასკევამდე არ გავჩერდეთ, მაგრამ რეაგირების რეჟიმში ვართ, არ მიდის მესიჯებამდე, არ მიდის ერთიანი ფრონტის გახსნამდე, პროპაგანდას. ავტომატურად უკვე მივადექით ეს ჩვენი ლიანდაგი მიადგა უკვე ოპოზიციურ სტრატეგიას. ამ თვალსაზრისით გასული კვირა იყო ძალიან საინტერესო იმ გაგებით, რომ მარტო ორ ოპოზიციურ სტრატეგიულ ხაზს შორის განსხვავება კი არ გამოჩნდა, ეს უკვე ისეთ ჩამოყალიბებული და ნათელი იყო. ნაწილი მონაწილეობს თვითმმართველობის არჩევნებში, მას უყურებს როგორც ერთ მნიშვნელოვან ბრძოლას და არა საარჩევნო პერსპექტივით რაღაც შედეგის მიღწევას ხელისუფლების ცვლილებისთვის და მიაჩნია, რომ ამ ხრივ შეიძლება უფრო არყიოს სისტემა დააშვებინოს შეცდომები და ასე შემდეგ, გაიმაგროს, მოიძლიეროს პოზიციები გენერალური ბრძოლისთვის, მაგრამ აქეთ ამხარე, ეგრეთ წოდებული 8 პოლიტიკური სუბიექტის მიერ შემდგარი გაერთიანება ამბობს, რომ
ბოიკოტს თავადაც იშვიათად ხმარობენ, ამბობენ რომ არ თანამშრომლობის პოლიტიკას მიუყვებით და ამის გამოხატულება არის ის აქციები, რომელიც სხვა შორის ერთ-ერთი გუშინ ბათუმშიც იყო, ვიცით რომ ამ დღეებში შედგება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რომ ამ მხრივ ისინი აფართოვებენ ამ პროტესტს, უფრო მეტი ადამიანის ჩართულობას ტილობენ, მათ ორგანიზებას და ებზადებიან მომენტისთვის. ოღონდ ეს მომენტი როდის დადგება, აი აქ გაჩნდა უკვე გარკვეული წინააღმდეგობები. არის 4 ოქტომბერი, რომელთან მიმართებაში არა მარტო პარტიულად მიუკერძოებელი ადამიანი პაატა ბურჭულაძე და რუსთაველის გამზირი მოძრაობა გეგმავს რაღაცას, არამედ გამოჩნდნენ პოლიტიკური ლიდერები, ამ შემთხვევაში ბატონი ლევან ხაბეიშვილის სახით, რომელიც ასე ვთქვათ, ასევე ამყარებს, არა მარტო იმედებს, ამბობს, რომ ეს არის გარკვეული მიჯნა, რომლის იქითაც არ შეიძლება გაგრძელდეს ჩვეულებრივი პროცესი. ანუ არაჩვეულებრივი რამ უნდა მოხდეს, არაჩვეულებრივი არის მათ შორის პოლიტიკური ტერმინოლოგიის ენაზე მშვიდობიანი დამხობა. გამოიყენება ეს ტერმინი, რომელიც თავისთავად შეიძლება ვიღაცისთვის წინააღმდეგობრივია, ვიღაცისთვის ოქსიმორონია, ვიღაცისთვის კიდევ მსგავსი რაღაცები მომხდარა, მათ შორის შეიძლება ამ ქვეყანაშიც აირია ცოტა საერთო ოპოზიციური მესიჯი რბილად რო ვთქვათ. თქვენ ამ ორივე მიმართულების მიმართ ვიცი რომ კრიტიკულად ხართ განწყობილი. გისმენთ თქვენს, ნიკა ობოლაძისაც, ცოტნესაც, რაში გამოიხატება ასე ვთქვათ, თქვენი კრიტიკულობის საფუძველს რა წარმოადგენს? ну ზოგადად თავიდან რომ მიყვეთ ოპოზიცია ხო საერთო სიტყვა ქოლგა რომელიც უნდა ფარავდეს სამყარო პარტიასთან მე ხა რაღაცა აქტიურ პოლიტიკაში 20 წლიდან ვარ ჩართული და მე არ მინახავს ჯერ არსად ეს ოპოზიცია რომელსაც ერთიანი პოზიცია ან ერთიანი მესიჯი ექნებოდა თუ დავსვამ შეკითხვას ასე რას აკეთებს ოპოზიცია ერთად არაფერს აკეთებს სინამდვილეში არის ორი დომინანტური მიმართულება ერთი რა თქმა უნდა ადამიანები რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას და გასაგებია მათი სტრატეგია მე იმას არნიშნავს მე მათ თანხმევან გონია რომ მოუგებენ ას საქართველოს მესმის რას აკეთებენ თავიდან ბოლომდე და მეორე ცოტა უფრო ბუნდოვანი ამ მომჩევლისთვის გასაგები რომ არ ვიცით ეხლა რა როდის იქნება მაგრამ არ თანამშრომლობა უნდა გავაგრძელოთ რაც long term ვარიანტში ასევე გასაგები შეიძლება იყოს პროტესტში ჩართული ხალხის უბრალოდ ის რომ სადღაც პროტესტი მიმდინარეობს ბათუმში თბილისში და ამას რაღაცა ოპოზიცია ორგანიზმს ეს არ ხდება ეს არის ბუნებრივი ამბავია მოცემულობა ადამიანების ციხეებში არიან მინიმუმ მათი ახლობლები გამოვლენ და არის ისე უცნობი ხალხია ბევრი ადამიანი იქნება, ვინც ამას გააკეთებს, მაინც ამის ოპოზიციის დამსახურება არ არის. ის რომ ხალხი ქუჩაში გამოდის, პირიქით ვიღაცები რომ ქუჩაში არ გამოდიან, ეს შეიძლება იყოს ოპოზიციის ბრალი, ასე რომ ამის იქით რაღაცა ბუნებრივი პროცესზე მოჯდომის იქით და იმის ლაპარაკის იქით რომ ძალიან კარგია რომ უცხოეთში დადიან, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს საუბრებიან, კონტაქტები აქვთ, უბრალოდ ამის გასაღებ რომ საქმეს ვაკეთეთ, ეს ისედაც ბუნებრივი საქმეა, პოლიტიკოსი თუ ხარ და მით უმეტეს ოპოზიციონერი თუ ხარ საქართველოში და თუ ამბობ რომ რაღაცა ავტოკრატიისკენ მიმავალ რეჟიმს შენ ებრძვი, ბუნებრივად ისედაც ამას უნდა აკეთებდე და საქმეში არ უნდა ითვლიდე. მთავარი საქმე რაც არის, ანუ ხო იმას გვეუბნებიან რომ დაკვეთ არის ერთიანობა. ანუ ხალხი გვეუბნება რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთო ამას ამბობენ. ნუ იმას თავი დავანებოთ გუშინ წინ ვის რატო არ უნდა და გაერთიანება და რატო არ მოხდა დღეს ხო ამბობენ ახლა ავისი 10-დან 10 რო გააჩეროთ თავად ყველა გეტყვით რომ კი ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ. ნუ გახარია ეს პარტიის გამოკლება და კიდე რამოდენიმე მცირე პარტიის გამოკლებით ამას გეტყვიან. მაგრამ სინამდვილეში საქმით ხო ეს არ მტკიცდება ერთადრო ერთიანობა არის ჯერ ერთი თავს ესხმიან ერთმანეთს აბსურდულ რაღაცებს და იჭიანობას უფრო გავს ეს ყველაფერი რასაც აკეთებენ და პლუს ამას არ იქცევენ საკუთარი სიტყვების ადეკვატურად. ანუ თუ რაღაცა ისეთი ხდება ამ ქვეყანაში რაც არ ხდებოდა მაგალითად 2021-ში 2018-ში თუ არ ხდებოდა და ეხლა რაღაც ხდება მე როგორც ამომრჩევლს მაჩვენე შენი ქცევებით რომ რაღაცა შენ შეგეცვალა რაღაცა უფრო მეტ კომპრომისზე ხარ მზად თუ არ ხარ კი ბატონო აგვიხსენ, მაგრამ ესო კომუნიკაცია ხო არ მინდოდეს ხა სტატუსებით და პოსტებით როცა ესაუბრებიან ერთმანეთს მაგას ჯობია ორი ადამიანი დასხდეს და გაიარონ უბრალოდ რა არის სწორი და არასწორი. ხო ფაქტია მე ხა კულუარებში საუბრის წინააღმდეგ არ არის კულუარებში უნდა ისაუბრონ პოლიტიკოსებმა ყველაფერი გარეთ ვერ გამოვა მით უმეტეს კონსენსუსის კათოლიკოსებმა კულუარებში საუბრები უფრო მეტი პრობლემა არის ამაზე ვერ ახერხებს ვერ საუბრობენ ვერ ლაპარაკობენ ანუ განსხვავებული აზრის მიმართ როგორღაც ესე ეგრევე შენ ხარ სულის აგენტი ან სულელი ხარ ან გიჟი ხარ და ჯამში ამან ერთი პოლიტიკური თაობა უკვე დაღუპა ღალატე და ასე შემდეგ რო ეს ღალატია და ასე შემდეგ ძალიან რთულია ამ ტერმინების საჯაროდ გამოყენების შემდეგ მე მესმის რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას თავისი ამორჩეველი თავის განწყობით მოყვება ასე ვთქვათ მაგრამ პოლიტიკური ლიდერების და განსაკუთრებით ასე
და ექსტრემალურ სიტუაციაში პასუხისმგებლობა სწორედ არის იმაში, რომ მათ მოახდინონ უკეთესი კომუნიკაცია და დარწმუნებით თავიანთ ამომრჩევლებთან ამ ხედვების კორექტირება და დაუახლოვონ ერთმანეთს. და არა დააშორო. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ამ შემთხვევაში ვერაჩქოს ვერ დავალაგებ, მაგრამ დავარიგებ, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც ეს გაურკვევლობები პროდომინირებს ოპოზიციურ დღის წესრიგზე. თუ რამის დამატება გინდათ ამ ნაწილზე და მინდა მოვასწროთ თქვენთან საუბარი, რადგან გამონაკლისი იშვიათი ადამიანი ხართ, რომელიც პოლიტიკოსობასთან ერთად ადვოკატის უფლებითაც სარგებლობს და ნახულობს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებს. ოპოზიციაზე ლაპარაკს პატიმრებზე ლაპარაკი მირჩევნია და მაშინ თქვენ ხშირად შედიხართ ციხესაპატიმროებში, აი ვისთანაც გაქვთ ეს შეხვედრები, გარდა იმისა, რომ თქვენ მეშვეობით გავიგეთ, რომ ზურა ჯაფარიძე მეგრულს სწავლობს, ხო, თავისთავად საინტერესო არის, მაგრამ კიდევ უფრო სერიოზულად რო ვთქვა, როგორი განწყობით არიან ისინი. ჩვენ რო აქედან ასე მწვავედ რეაგირებთ, თუნდაც ოპოზიციაში არსებულ ამ ვითარებას, ისინი როგორ უყურებენ ამ პროცესს. და ასევე ვიცი, რომ მასწავლებლად ნინო დათაშვილსაც შეხვდით რამდენიმე დღის წინ და მისი მდგომარეობა ყველას განსაკუთრებით გვაინტერესებს იმ ფონზე, რაც ახლა ხდება. ნუ ქალბატონ ნინო დავიწყო, სადაც 2 კვირის წინ შეხვდი, მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, ეს არ არის ფსიქიკური პრობლემები და ძალიან მნიშვნელოვანი მართლა პრეცედენტული რაღაცა ხდება, ეხლა როცა ლაპარაკობენ, რომ საბჭოთა მეთოდები, ზოგადად სიტყვა საბჭოთა მეთოდი გაცვეთილია, მაგრამ ეხლა რაც ხდება, 1950-იან წლებში რაც დაანერგა საბჭოთა კავშირმა ხრუშჩოვის დროს ეს იძულებითი ფსიქოლოგიური მკურნალობა, სწორედ ეს ხდება. ეხლა ქალბატონ ნინოშენ რეჟიმისკენ დაიწყო ეგ ამბები, რომ ანამდე კონცლაგერები ჰქონდათ და ვისი მოშორებაც უნდათ პირდაპირ ანხურეთდნენ ან უშვებდნენ. 58-ში რუსეთის სისხლის შეერბილა შედარებით რეპრესიები დაჭირდა. ახალი დაინერგა რა, ეს სტალინზე რო თქოს, რომ არც თლად კარგი კაცი იყო, მასვე დაიწყეს და მთავარი საბჭოთა კლასიკა არის ეს, რაც აკეთებენ თან რამოდენიმე კურდღელს იჭერე. ერთი რომ ფორმალურ პატიმრობაში ყავს ისევ ადამიანი, მეორე აწამებდა ლეგიტიმურად აწამებდა ისეთ პრეპარატებს აძლევ, რომელიც მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ არ არის მიმართული და მესამე საზოგადოებაში მის დისკრედიტებას ახდენ და ამბობ, რომ ნუ უსმენთ ამას, იმიტომ რომ არ არის ეს თათ ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი და თან მუხლი, რომელსაც ჩარჩოდ იყენებდნენ, იყო ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ესეთ სამოთხეში ცხოვრობდე და არ მოგწონდეს, ესე იგი თათ დალაგებული არ ხარ და ქალბატონ ნინოს შემთხვევაშიც რა არის, სხვა ადამიანს ჰქონდა ტკივილები, რომელიც გაურთულა მას შემდეგ, რაც მოხდა ძალადობრივი გზით მისი გაძევება სასამართლო შენობიდან, როცა მოხდა საპატიმრო დაწესებულებაში, მან ვერ მიიღო სათანადო სამედიცინო მომსახურება, შესაბამისად ჰქონდა სხვადასხვა ხასიათის ტკივილები, ვერ იღებდა შესაბამის ტკივილ გამოყენებას, რომელიც მოახდინა ეფექტურად ტკივილის შემცირებას და ნუ ეხა ადამიანს როცა მუდმივად რაღაც ტკივა და თან ციხეში გა, რა თქმა უნდა, გექნება ემოციური ფონი, მე რო ტკივილი მტკივა მაშინ, რა ვიცი, საშინელი ადამიანი ხდები. ეს ხო იმას არ ნიშნავს, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უნდა გადამიღო. ფსიქოლოგი ქალბატონ ელენე ჯაფარიძე იქნება ჩვენი სტუდიის სტუმარი, სულ რამდენიმე წუთში ის უფრო დეტალურად ახსნის ამას. თქვენ მინდა რომ მოგვიყვეთ უფრო მეტი ზურაზეც და სხვებზეც. სხვათა შორის ვისაც არ შევხვდი, ყველა არის ძალიან ხნედ, თან ხო პერიოდულად ხო ხვდები ადამიანებს, მათ შორის მათ ვინცთანაც კონტაქტი მქონდა, როცა თავისუფლებაზე იყვნენ, აი ყველა რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო წმუნდება საკუთარ გადაწყვეტილებაში და იმაში, რომ ეს ჯიუტები რო არიან, სწორია სიჯუტე. ეს ხალხი არის ეხლა ვისაც შეუძლია ეფექტურად რეჟიმთან ვაჭრობა. ვიცი რომ თვითონ რაღაცა თითო გვერდი დაწეროს, ამით თავისუფლებას მოიპოვებს და შეიძლება რაღაცა ფინანსური სარგებელიც მიიღოს, მაგრამ ერთი ადამიანი ვერ მოძებნეს, ხო, რამდენად განსხვავებული ტიპები დააკავენ მსახიობები, ექიმები, სტუდენტები, აბიტურიენტები, კომედიანტები და ერთი ადამიანი ვერ გამოძებნეს, ვისაც დააწენინებდნენ იმ ჩვენებას, რომლის მოწმენაც მათ უნდათ. ერთიც ვერ მოძებნეს და რა ვიცი, ეს ხალხი მიუხედავად იმისა, რომ ხვდებიან, რომ ეხლა რა ვიცი, ზაფხულში ვიღაცა ისვენებს და კარგად არის, ახალგაზრდა ბიჭები არიან, ციხეებში არიან, რა ვიცი, ცხელად, ცუდად არიან, კარგად ნამდვილად არიან, მაგრამ იაზრებენ იმას, რა სიტუაციაშიც არიან და ერთი დაწუწუნება მათი მხრიდან არ გამიგია. ყოველთვის როცა ვარ, ყოველთვის ის უფრო აინტერესებთ გარეთ რა ხდება, ჩვენ როგორ ვართ და იმაზე ფიქრობენ, როგორ უნდა დაგვეხმაროთ ხა ზვიაც ესხალზე გაზეთს აკეთებს და მართლა ვიზახით ციხეში რო შევდივარ ადამიანს რო ველაპარაკები, უფრო დაღვრემილი შევდივარ და უფრო რაღაცა ჭალებში ჟანზე გამოვდივარ, იმიტომ რომ მაგულიანებენ საქმიანი გარემოა, ასე თქვა პოლიტიკური მაგულიანებენ და თან ხვდები რომ ხა ადამიანი რასაც მელაპარაკება, მართლა აინტერესებს და მის ხორვაზე პირდაპირ გავლენა აქვს ხდება და ხა ტყუილად რო არ მელაპარაკება, მაგასაც ხვდები და კარგი ბიჭები არიან, მართლა საოცარი ხალხი არიან და მინიმუმ ყველაფერი რო დაინგრეს და ჩვენი ქალები ხო განსაკუთრებით ამაზე გადაცემის ძირითადი ნაწილი გვექნება კიდეც. ჩემ ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და სწორედ ერთ-ერთ პატიმარ ქალზე მზიან ამაღლობელზე საუბარს გავაგრძელებთ ახლა და რამდენიმე წამში მის ძმისშვილს ჩავრთავთ ბათუმიდან, ასევე ველით ქალბატონ მაია მწარიაშვილს, რომელიც გადაცემის მსვლელობის დროს ასევე შემოგვიერთება, ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. 13 საათზე არის ჩანიშნული უკვე ბოლოს ხდომა, სადაც მზია წარმოთქვამს სიტყვას და
ველით ასევე რომ განაჩენიც ყოველ გახდება ცნობილი, თუმცა 100%-ით ეს გადაწყვეტილი არ არის. გემშვიდობებით.